ძვირფასო ტელემაყურებლო, ჩვენ ვართ აეროპორტის ტრასასთან, მივდივართ კახეთში, აგერ ხედავთ აი ამ ქანდაკებას. და გზად ნახეთ, აი ველოსიპედისტი კაცი რო გადის კახეთიდან თბილისში, აი ის, როგორ ახარ? მიცანი? როგორ ახარ? ეხლა ჩამოხვედი კახეთიდან ველოსიპედით, ხო? კი. ხო, მომისე, რა ჩამოიტანება? მოთი. ბევრი? გზა დააგროვო. ესე იგი, ყოველ დღე თითქმის 2 დღეში ერთხელ კახეთის ბოლოდან, საიდან? მაღაროდან მოდიხარ აქ. ფოტოგრაფი კაცი. მეორე კლასის მძღოლი. მეორე კლასის მძღოლი, ველოსიპედის უბადლო მცოდნე. ზოოინჟინერი. ზოოინჟინერი. კიდე? რაღაცა იყო კიდე აღარ მახსოვს. ტელემექანიკი. ტელემექანიკი კიდე? ტრაკერის კურსები სამაგდამთავრებული. კიდე რაღაცა იყო ერთი. და მეორე რამე მე მუსიკანტიცა ვარ. მუსიკანტიცა ხარ, რაზე უკრავ? ყველაფერი. ხო? რაც ფორმალიზე ვარ გა. რა ფორმალიზე? აკორდეონზე? და ნუ არ ვიცი, ეს უნიკალური კაცი და. მაინც არ გენანება რომ აი გადიხარ აი ამით. რა არის შემონები? არა, ნუ რა ვიცი, ამდენი რამე იცი და სხვა რამე რო გეკეთებინა? სხვა რა ვაკეთებ მაგრამ მე ყველაზე კაი საქმე ხო დეკორაციას ვაშენე. ხო რა? სად? აი წყეპარკი გავაშენე. სადა? იქავე თანთან. ეხლა რო ჩავიდე მაღაროში მანახებენ შენ წყეპარკს. ვისთან მივიდე ვინ მიკითხო? მისთანაც ვილევავდი. არა, შენ რა ქვია? ველოსიპედი და მოთლები. გაუმარჯოს ხალხს. რა ხდება? თქვენ რა მიშვილია რა? მე ვარ კი. რა ხდება? ხდება რა? ტელევიზორში დაგინახავ ხოლმე. ყურძენს აბარებთ? თუ ვერ აბარებთ? როგორ ვაბარებ? რა ღირს ყურძენი? 50-მდე, 50. მე მაყოფილი ხარ მაგით? არა ვარ, მაგრამ რა. ხო, კაი. ყურძენს აბარებ თუ ყიდულობ? ხან ვაბარებ, ხან ავყიდი რა. კაია, ეს როგორ არის? კაკლის ჭხლიალი მიმოწესო, გურულმა რო თქვა. კახელები როგორ ამბობთ? ხო, კახელები როგორ ამბობთ? ვირის ჭხლიალი მოედრია. კაი, მომისინე. აბარებ თუ არ აბარებ ბოლო-ბოლო? ეხლა ცოტა გამაკ ძალიან 1-2 ტონა გამო ისკინე გავყიდო, ქარხანა როგორ ჩავაბარო, ქარხანა თლიანი გურუზე მოჩა. მე მაყოფილი ხარ? როგორ ვარ მაყოფილი? ხო და ხარ თუ არა ხარ რა? ვა, როგორ ვარ რა? ხარ, ხო? ყველაფერი კარგად არის. ფასი ყველაფერი მოიგე, ხო? არა, მოიგე თუ დავაგე რავი დაწიყვეგი ხო რა? ა? მოიგე თუ დავაგე რა წიყვეგი? არა, მომისინე, შენ მოიგე თუ წააგე ახლა ამ სეზონზე? მოიგე. მოიგე, ხო? არა. ყველა მაყოფილი ხარ ხალ, ხო? ვა, ყველა? ჰა? ყველა რანაირად არის? რა ვიცი, ება იძახიან მაყოფილი ვარ. მაყოფილი არა, ეს არის კული, რა თქმა უნდა. შენ არა ხარ მაყოფილი? არა. რატო? იმიტომ რომ რა სახეა მოსავალ ფასი არ არის. არა ვარ მაყოფილი. შენს კაცი მაყოფილია, ეს არ არის. იმიტომ არ არის რა საფასი გაკ? დასაკრეფიოთ რაც არის რომელი ფასი კარგი ეს მოგწონს? შენა გავდა. არა, ფასი მოგწონს? მოსავალია ორმაგი სამაგირო. მოლმოლ სამაგირო თიმარ ფასი არა. კაი, შენ მაყოფილი ხარ, შენ არა. კაი, გასაგებია. მოდი. ჩვენ მაყოფილი ხარ? მე თავარ მაყოფილი. რომელია ძმაო მაყოფილი? რა ვიცი აბა. მოსულები მაყოფილები კი არ არიან ძმაო. გაჭირებულმა ცხოვრება მაიყვანათ აი ძმაო. ინა რა გადავიღო? მითხარი და გადავიღო. გადავიღო და ერთხელ არ უხსენებია რომ ვაშლი გასაყიდი დარჩა კონდოსტო 10 თეთრი ღირდა წესა და 15 თეთრი მოყვანა ღირდა. ეგენი რატო არ გააშო? სად ჩამოვიდე? შენთან ჩამოვალ. გორში ჩამოდი და გაარკვევ. გამალაპარაკებ ყველა სეშენი არავინ არ ლაპარაკობს და რა. აი ლაპარაკებს ყველა იგა. მართლა? არანტიას მაძლევ? გადლე მაგის გარდა. მაყოფილი ხარ? არა. რატო? მოგებაზე ვერ გადიხარ? ვერ მოგიოდი. იჩერაში რომატევადობა ვიცი გავიგე, მაგრამ რამდენი უნდა იყოს? მე 15 მეტრ ვიყიდე ყურძენ. რამდენი? აი აბა სასtildeში აი ხა. გაკეთდით. აი ხა. სასtildeში შადი ხარ. მეხურები? 5 მანეთი რა ამბავია? 15 მეტრ ვიყისი ლიტრა ღვინო. მოიცა შენ გინდა მითხარ რომ ყურძენი კილო უნდა ღირდეს 5 მანეთი? 5 ლარი. 10? მათ 15, 20? რა დაიღვიო რა. კაი, არა ღი. რეალურად რამდენი უნდა ღირდეს რომ მოგებაზე? დიახ, რეალურად. როგორ? ლარზე ნაკლები ხაცელი არ უნდა იყოს ყურძენი.
სწორია. მაგრამ რუსეთში არ გადის ღვინო და რა ქნან? არ იმარებენ ქარხნები. არა, რატო არ გვინდა რუსეთი? არა, არ გვინდა რა, მე შენ გეკითხები, გინდა? 200 წელიწადი იმაში ვიყავით, რუსეთში ვიყავით და იქიდან ტერიტორიები რო დაგართვა? ოსტეთი, აფხაზეთი? თვითონ თავრობა რო ყო, მიმართ. აი რა, დაგიბომბა ხალხი მოგიკლა რა. მეტი რა, მაიმინდა ბომბა. ვინა და რუსებმა დაბომბეს. რუსებმა კეთდა, ჩვენმა დაბომბეს. ვერ გავიგე. ჩვენმა დაბომბეს. აი რა ჩვენმა დაბომბეს. პოლიტიკა თავი და არა. რატო? რატო? ვერანას გაურებს ტრაქტორი, წამალი, მუშა ვერანას გაურებს. ხო, მაგრამ ქარხანა უნდა ჩაიბაროს ლარად, ხო? ლარა ჩაიბარო, რატო არ ჩაიბარო ქარხანა? არა, ვერ აკეთებს ამდენ ღვინოს, არ არის ამდენი გასაღები აი, ბაზარი. საქართველოს სხვა ქვეყნებში თუ კი 20-25 ევროები ღირს ღვინოები. ხო. ო, როგორ აღის? ჩვენი შეიძლება არ ვარ გაისეთი მაგარი არა. ჩვენზე ნაკლები ყურძენი ასა აი, შენ ყურძენი გააქვს? არა მაქვს ყურძენი, გასულ. აბა რა გაქვს? აქ რატო ხარ მაშინ? მუშათა ვარ ამოსული. მუშათა ხარ ამოსული. გაუმარჯოს. მოდი აქ, მოდი. როკი გიყვარს ხო? მოდი პოლიტიკაზე არ ვილაპარაკოთ, მოდი, ისე ვილაპარაკოთ. რა იყო? ვერ ეთქო, იმას რო ეუბნები, შენ მითხარი, მიდი. ხო, რატო ვერ ამო, იმას რო აგულიანებ, მოდი აქ. მოდი, კაი კაცო. იმას ხო აგულიანებ. შალვა, შალვა, თეგო მახარაშვილი, შალვა რამიშვილი, მიდი. მე თეგო მახარაშვილი. სასიამოვნოა. მაყობილი ხარ ყურძნის პასით? არა. რატო? არა უთარ შემთხვევაში. 50 თეთრია, ხო? არა უთარ შემთხვევაში. აუ, ყურძნის პასი უნდა კონდეს 50 კი არა, ლარი უნდა. მაგარი კი არა, მამიშვილი. ერთი წუთი. ბორჯომი რაღის, ბორჯომი. არ ვიცი. აი წყალი, არიან წყალ ვაყიდე მე მანათად. ხო, ეგრეა. მერე პივა ერთი ლიტრი. აუ, ეხა კაი პივა გაასწორებდა რა. გაასწორებდა რა. არა, კაცურად მითხარი რა. კაცურად გეუნებ და კაი კაცურად პივა გაასწორებდა. ვიდან ჩაარტი? ცოტა. ნუ რა თქმა უნდა, ბიჭო. მუშას უნდა ყვება, თუ არა ყვდება, გადაცვალე. ჯიგარი ხარ. ხო. გაგი, ხა? გახსნა არ ვიცი. გახსნა არ იცი, გაგიხსნი კაც. აჰამადო. დონი ჩამოაგე, ნუ. მიდი აბა, როგორ? ამათ შეიძლება გასადა. მაიცა. დონი ჩამოაგე. აჰა. ვის ყურზე ფას დააყლო. აი, თაგომე პროექტი. როგორ? ყურზე ფას არ დააყლეს. ვის არ მოუმატებს. ხო, ყურზე. ხო, გაუბედე. გაუმარჯოს. არის. ყურზე უნდა გიძეთ ლარი. კაი. ვიღაც კიდევ სიდედრის საფლავზე გული წაუო, ივაი გაუმარჯე. რა გინდა, იცი რა კაი სიდედრი მყავს მე. არა, ღმერთს ხაგავ. შენ? მე აღარ მყავ. ხო და როგორი ყავდა? ო, კარგი. ვაყობ რა ფასია ყურძენი, რა ფასი თიბარებენ? 45 კაი. 45? აბა 50 არის იქით? 45-ზე მეტი არ არის. და ვაყოფილები ხართ? აბა ყოფილი როგორ იქნება, ხალხი მაგათები გაძვირია. 40 თუ აქამდე 60 იყო, ახლა 45. ისიც ხვეცნეთ, მუხლი ჩოკებით უნდა მიხვიდე რომ სად არის ქარხანა, აბა? იქნება არღის ეს ლარი, ეგრე დაეცა ფასი. ის სამალი მოგვეცით ნაკლებხაში. ვინ უნდა მოხდეს? თავრობა უნდა მოხდეს? ხომ შემოვიდეს, ხო შემოდის და ცეცხლის 1 კილოგრამი რო 40 და 50 ლარი. ხო და ძია კაცო, რა მინდა გითხრა, იცი? შენ რო იძახი მოგვეციო. ეგ თავრობა უნდა არეგულირებდეს მაგას, თავრობა. აბა ვინა მაი ჩვენ. რატო ეს ხო ის არის? თავისუფალი ბაზარია, თავისუფალი ეკონომიკაა. ჩვენ ხო არა გაჩეხე მაგალითად, ვენახი და სხვა რამე დათესე თუ მომგებიანი არ არის. რა ვიცი რა არის მომგებიანი? იცი არ ვიცი ეხა მე არა მაქვს წარმოდგენა. სტუმრად ჩემთან რა დაგალეინო რო ავჩეხო. ნუ იმის სამყოფი რომ მე დამალეინო დატოვე რა. ეგ რა გამოვა. აქ კახეთში შეგა ღვინო რო არ აქვს და თავს მაეკლავს კაცი. აი ხო შეიძლება რომ სხვა ევროპაში გაიტანონ იქ რატო არ გას? ანუ მაგაში უნდა მოგეხმაროს ხო? მაგრამ მოგეხმაროს. რა ვიცი ბიძინა ივანიშვილზე იძახიან გადაარჩე საქართველოს. ჰა? ყველა მაგრი იძახს რა ვიცი. ყველა მაგრი იძახს და გადაარჩეს. აბა თუ გადაარჩენ აქ არა ვარ დგას. ხო რა ვიცი იძახიან რომ გადაარჩეს. მე ხვედით იქამდე ივანიშვილამდე მაგრები ხართ რა. არა. მაიცა მითხარი. ხო, აბა რა, ვინ გადაარჩეს? არ გადაარჩეს. რატო? ვინ? ბიძინა ივანიშვილი დაუშვათ. მე როგორ? მითხრის რა. აი როგორ? აი რა არგუმენტები გაქვს რომ გადაარჩეს? მე იმის მაგრად ვერ ვილაპარაკე, ვიღაცები იძახიან. აი ლაპარაკე, შენ ხო იძახი გადაარჩეს. ისიც ხო უნდა იცოდე როგორ გადაარჩეს. მე ლაპარაკე, რატომ? შენ სახელი? არ გინდათან. არ მისმენე, შენ ლაპარაკობ, მე არ მისმენდა. როგორ არ გისმენ? ხო და მოდი მომისმინე დაგელაპარაკო. გადაარჩესო და როგორ გადაარჩეს? მოდი აქ დაგელაპარაკო. ხო და დადექი აქა, დაგელაპარაკო. არ მისმენდა. იქნებ მაგ, მოდი აქ.
არ მისმენ ჩემო კარგო კაცო და მოდი აქა მე ხوار დაგიწყებ დევნას არა ეგ რა უცნაურია რაღაც თქმა მინდოდა და ვინა თავრობის მომხრე არის თუ იცნობთ ამ კაცს იცნობ ვინ არის ბრიგადირია მოდი აქა რა აგიხსნი კაცო შორიდან ხوار დაგიყვირებ არა დაგიყვირო არ მინდა ჯერ ერთი მე არ მithქვამს ხალხი იძახის და მათი აზრი მაინტერესებს აი შენ არგუმენტები ხო გააქვს მე არ მაქვს არგუმენტები მე ვარ ჟურნალისტი მე ვსვავ კითხვას და ხალხი იძახისო ვა ვერ გაიგო ამან კითხვა დავსვი კითხვა და პასუხი მაინტერესებს რატო ასე გამწარებული რატო არის რა შეიძლება ეხლა რა ვიცი რა აგრონომია ვინ არის თავრობის აკაცია კაი ეხა მივდივარ მიშას ვენახებში წელს ვერ მოუვარდა კულა ამა იქ როგორ გამოაცხადა იქ მივიტანე მარანში ჩიკანეს ქარხანაში და არ მიეგესო აფა თედა უნდა პრეზიდენტის იმე თუ არ იმაღო მეორდის სულ გააწყალებს კაც შანსი არ არის ყვარელში ყოფილიყავით და არ გადაგვეღო სააკაშვილის სახლი როგორც ხედავთ მაგარი მშენებლობები მიდის აქ კარიბჭეს აკეთებენ გაითვალისწინეს რა წარსული შეცდომები რა თქმა უნდა დაცვის პოლიციაც აქ არის რომელიც რეკავს გბარდებით უნდა ჩაგბარდეთ გამარჯობათ დილამშვიდობისა შიგნით არ შევდივართ გარედან ხო შეიძლება რომ გადავიღოთ სავალ ნაწილზე ხო არა შიგნით არა აი უთხარი მე კი ბატონო ამას არ გადავ კარგი აქეთ რო გადავიღოთ არ შეიძლება აქ კერძო საკუთრება ვიცი კი იქით გადაიღეთ იქით ვენახები გადაიღეთ ეს ვისი ვენახები არის ვიღაცის ამშრომლობა ისე გაითვალისწინა სააკაშვილმა ჩემი რჩევა და ღობეს აკეთებს იმიტომ რომ მაშინ რომ შემოვედი იყო გაუგებრობა ხო ასეა გარედან ნებისმიერი კერძო მესაკუთრის გადაღება მე შემიძლია მაგრამ თუ ეს არის განსაკუთრებული დაცვის ობიექტი თქვენ შეგიძლიათ გითხრათ რომ არ შეიძლება და ჩვენ დავემორჩილებით არ შეიძლება ანუ ამიტომ რომ განსაკუთრებული დაცვის ობიექტია ხო არ შეიძლება გადაღება არა არც ვიღებთ ხო ხედავთ რომ არ ვიღებთ არა აღარ ვიღებთ აგერ ხა წამოვედით და არ ვიღებთ მაგრამ იმიტომ არ შეიძლება რომ პრეზიდენტის სახლია თუ იმიტომ არ შეიძლება რომ პრეზიდენტის კი არა და კერძო საკუთრებაა ეგ არის დასაზუსტებელი კერძო საკუთრება მე თქვენ გირჩევთ რომ აწიროთ ჩემნაირი ვინმე მოვა ეჭვებარება რომ ჩემნაირი ვინმე მოვიდეს უთხრათ რომ გადაღება არ შეიძლება იმიტომ კი არა რომ კერძო საკუთრება არამედ იმიტომ რომ პრეზიდენტის სახლია კარგი დიდი მადლობა ნახვამდის ძვირფას ტელემაყურებელო თქვენთვის რომ ყვარელში ბოლო ვიზიტისას წაგვართვეს მიკროფონი და მე შევიტანე განცხადება პოლიციაში ეხლა ვნახოთ რა ბედი ეწია ჩემს განცხადებას და პოლიციის უფროსს პოლიციის უფროსი მოხსნეს მართლა ჩემი გადაცემის გამო თუ არის შეიცვალა პოლიციის უფროსი თუ არა ძალიან კარგი ეხლა მე თუ გახსოვთ განცხადება დავწერე მიკროფონი წამართვა პოლიციის თანამშრომელმა და რა ბედი ეწია იმ განცხადებას მოკვლევა დაწყებულია არ არის დაწყებული იქნებ გაარკვიოთ პოლიციის უფროსთან იმიტომ რომ ოფიციალურად გადაღებულია დავტოვე კიდევაც ეგ განცხადება და მოვედი აგერ დაზარალებული ვარ ნუ დაზარალებული არა ვარ ცნობილი ჯერ მაგრამ მიკროფონი არ დაუბრუნებიათ არ არის ადგილზე 9 საათია და როგორ არ არის ანუ თქვენ გინდათ მითხრათ რომ პასუხისგებელი პირი არავინ არ არის პასუხი რომ გამცეს რამდენ ხანში მოვლენაში შეიძლება არ მოვიდნენ საერთოდ მოვლენ როგორ ხო არა რა თქმა უნდა კარგი ვინ არის ახალი პოლიციის უფროსი დავით გიგაური ის ვინც იყო ძველი გაუშვეს კაია არ უნდა წაართვას მიკროფონები ჟურნალისტებს და არ გაუშვებენ მადლობ დიდი მადლობა არის ვინმე შიგნით თუ იცით გამგებელი არის თქვენ ახართ გამგებელი გამარჯობათ შალვა რამიშვილი თქვენ სახელი რა მინდა ისე დახმარება მინდა გთხოვოთ პოლიციაში არავინ არ არის და ძველი პოლიციის უფროსი რომელიც მოხსნეს ხელმძღვანელობდა რაღაც ოპერაციას სადაც მე მიკროფონი აი ესეთი მიკროფონი უკაცრავად ერთი წუთით ეს არ არის მიკროფონი აი ესეთი მიკროფონი წამართვა პრეზიდენტის სახლთან ვიყავი რა ხო და ეხა მინდა რომ დავიბრუნო რა ეს მიკროფონი და რამენერად თავრობის წარმომადგენელი ხარ ხალხზე უნდა ვიზრუნო და აგერ ხალხი ვარ და რა ვქნა ახლა მომესთ მიკროფონი და წავალ მე ნამდვილად დამეხმარეთ ვესწრები რომ დაგეხმარო როგორ და მოვიკითხა შენ მიკროფონს და აუცილებლად დავაბრუნებ თუ არის ეს და გლეხები რო უკმაყოფილოები არიან 45 თეთრი როღის ყურძენი
როგორ გადაება 45-იც ძვირდა 50-ის 55 და 60 თქვენ სახელი უკაცრავად ნუ ამას რა მნიშვნელობა ნუ რაღაცო საჯარო პირი ხართ კიდე გეუნებით გამგებელი ხო ხართ მითხარით თქვენი სახელი ხალისხის დამიხედვით უკაცრავად რა მინდა 45 ცოტა უხერხულია 50 55 და 60 ღირდა ბატონო ჩემო ლევანი გამსახურდია ხო ბატონო ლევანი აჰა გამსახურდია კახეთში გამგებლად ძალიან მაგარია აი ეგ არის საქართველო რა მინდა რომ ვეცდებით რომ დაგიბრუნოთ თქვენი აზრით მე ვერ ვნახავ გლეხს რომელიც უკმაყოფილოა როგორ უნდა იყოს არა შედარებითია ფასი ხალისხი და მეგიხსნით თქვენ კითხაც და არა იცით რატო როგორ ნახავთ როცა შეიძლება გლეხს თუ იმას შეიძლება ლარი ღირდეს და ლარ ნახევარი არა აი თქვენი აზრით როცა მიდიხარ გლეხთან და ეკითხები რთველით კმაყოფილი ხარ უკეთესი ფასი უნდა ყოველთვის გლეხს თქვენ ხო ეცით არა ეგ რა თქმა უნდა არა ეგეც უთხარი რომ ეგეც უთხარი რომ მთავრობა ფასს ვერ დაგიდგენს მე საბჭოთა კავშირი წავიდა თქო მაგასაც ვეუბნები მაგრამ ჩივიან ძირითადად არა არ ჩივიან ეხლა არ მოხდა იცით ვიცი ხო რას მოხდა დიდი მოსავალი იყო და მაგრამ რუსეთის ბაზარი ღია რო იყოს ჯობია არა რუსეთის ბაზარი არ გვიჭერს ჩვენ არ გიჭერს წერს კაციტელი ქარხნებში აღარ იყო წლის ანუ რუსეთის ბაზარი ღია რო იყოს ან არ იყოს სულ ერთია ხო იმდენად რამდენადაც უკრაინა ბელორუსიაში გადის თქვენ ახლა მაგას გულსვლად მეუბნებით რომ რუსეთის ბაზარი სულ ერთია იყოს თუ არა ნამდვილად არა მაგარია აბა ისინი იტყუებიან ვიღაცები რომ ვიღაცა ეკონომისტები იძახიან რომ რუსეთის ბაზარი ღია რო იყოს და უფრო ჯობიაო არა მე გეუბნებით რეალობას რაც ადგილზეა რომ ქარხებში ნაშთები ნაშთები კი ბატონო არა მე მჯერა თქვენი კაცო რუსეთის ბაზარი რასაჭიროა არა მაინც ხო ადონი აი ესეთი მეგრელი კაცი მინდა კახეთში გამგებლად რა შუაგულ კახეთში ისე დაგელაპარაკება ტკბილად მე სულ არ მომწეს ეს მიკროფონი კი არ ნერვიულობ ველოსიპედისტი რო არის ბოთლები რო დააქვს ქვევით ბოლოსია სად მივაგისნო სადა და ეხლავე გეტყვი ხო სახლი არ წით სახლი როგორ ვიცი მაგრამ მე რა წამოვიდე იქ წამომყევით აგერ მანქანით მე ფეხები მткиვას მანქანი ამოგიყვა ისევ ამოგიყვა წამო ბაბოჯა ელიკო ბაბო სურათი გადამიღება ერთი მიდი მოდი აბა შენ თანთან გადავე რაჯი გაიჩაიცი ელიკო ბაბო ჩაიცი აჰა всё რა ვიცი ხარ შილო შავლა მქვია მე აჰა ხო მომისმენ რამდენი წლის ახარ რამდენი სავი იქნები 72 10 წელიწადი დაუმატე კიდე 82 სახარ კი ბატონო მერტმა კაიჯანი მოგცეს რა შეგიძლია მითხრა კარგი ახლა ხო კარგი მითხარი ეგ რო გითხრა ხო ქალაქამდე სიცილად დაიცლე მიდი ჰა დავაი მითხარი დავაი ასადაური ხარ ხო ქალაქელი ხარ მე გურული ვარ გურული ოჰო აი გურული ვიცი მაგრამ ხო რა არის ნუ იცი ხომ მე გაჯანდება მომიყევი მიდი მაგაი გეტყვი ნახა გურული ხარ ერთი გურული ხალი მამაცემ დეშაირა რაიგე მართლა მამაცემ დეშაირა ხო და მაისე იცო ძალიან კარგი კაცი ხარ გამოთქმელი მეტად ბრძენიო მაგრამ ოდიში ეგ მეტად გძელი ხო და ამ მამაცემა კიდე ხელად მოუგო სიტყვა საჩხირეთში დავიბადეო საქართველოს გავხდი გვიციო და თუ შეიძლება სიდგანიციო ეგ ხარ მაგარი ხარ ძალიან აბა შენ იცი იცოცხლე შილო კეთილი მთავრობა აი აქ ცხოვრობს ის ჩვენი ველოსიპედისტი ნოდარი ჩერკეზიშვილი როგორც გავარკვიეთ კიდევ რაღაც მოგწევ რომ მივიდო ხო იმიტომ მოვიდო ხო არ გასახუნდება თუ შემოსვლა აგი აი ეს ის მისადუნა ჩვენოთ რას აკეთებს ამ ბოთლებით ვიცი აბარებს ისე მაგარი უცნაური კაცია ბევრი პროფესია მაქვს იძახის ეხლა აი აქ რო იყოს თვითონ პიანინოზე უკრავს აკარდიონზე უკრავს ჩონგურზე უკრავს გიტარაზე უკრავს რა ყველაფერს უკრავს მე გონი თვითონაც უკრავს ხედავთ რა მაგარი სტადიონი კეთდება აგე მაგრამ საინტერესოა ეს სტადიონი ტბის კომპლექსის შემადგენელი ნაწილია თუ უბრალოდ სტადიონია მაგრამ სტადიონი მართლა კარგია ეს არის ტბა ხო იქნება ხო? როდის იქნება? არა, ორ კვირაში იქნება ტბა აქ, ხო? ტბა არის, მაგრამ არა, ნუ მთელი ამბები რა. აბა გადავიდეთ. ხო. ახალი დარდუბალა რო დაიწყოთ, არ არის დრო. ვა, ხედავ, შენ რა თავამად ლაპარაკობ. რომ მოხსნან?
საერთოდ მოხსნა. ლაპატკიდან მოიდა აბა. აჰა, მიაყარე, ვიდი. დამიჭირე? შენ გაცემა გააკეთე, მიდი. ინტერვიუ მუშასთან, მიდი. მე ვითომ მუშავა, შემეკითხე. იქ რა გავაკეთო, მითხარი? აი ეს ლამი მიაყარე დაგერ კი იმას. მიდი აბა. თან მკითხე, კაცო, იმუშავე შენ, მე მუშავა. მიდი. შენ ხარ ჟურნალისტი. შენთვის ესე თქვი და მე მომიშვიდე, მიდი. მიდი. რისთვის ჩამოხვიდეთ? აკა რა, არა. მომისმინე? მომისმინე. მე მუშაობ და შენ ჩამოხვედი პირიქით რა, როლები გავცვალო. მე ჩამოვედი. ხო, დავაი, წავიდე. შენ ჩამოხვედი, მე მუშაობ რა. მიდი. ხა, ჰა. აბა რა საკეთებს აბა? აი ისა, ლამსა ვაყრი იმასა რა ქვია. და რა არის ეგა? მომიშვიდე თან გას. აბა ბატონო. ხო, შენ რო თქვი, მე მომიშვიდე. ჯერ შენ თქვი, შემეკითხე? რა საკეთებთ? და მომიშვიდე. ეხლა ნუ მიყვირი ხარ ოღონდ ეხლა. ცოტა აბა ეხლა როგორ გინდა თუ არ დაგიყვირე? როცა ლაპარაკობ შენ მიშვიდე. ეხლა შენგან მაგარი ჟურნალისტი გამა. მიდი წავიდა. დავიდა. რა საკეთებთ? რა საკეთებთ? მუშაობ. რამდენს გიხდიან? 10 ლარს დღეში. გავარტყი? კმაყოფილი ხართ? არა, ვარ კმაყოფილი, მაგრამ რა ვქნა, აბა, თოსუს ჭამა ხო უნდა. 10 ლარი გავარტყი? 10 ლარი არა ეს. არა? ნაკლები? 10 ლარად ვინ იმუშავებს? ხო, ანუ 20. აი, 20 ხო გავარტყი. იქით ატბას აჯობებს ეს. ხო? მაგრამ დარდუბალა გავაკეთე ესე იგი. აუცილებელია სიფხიზლისთვის. რა ქვია შენა? დათო. კაი დათო. აბა კარგად, დიდი მადლობა. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ამით ჩვენ ვამთავრებთ კახურ გადაცემას. ბევრი საინტერესო ნახეთ, ვიხალისეთ, ნახეთ ასევე მდგომარეობა ვენახებში და ზურებში. მე გემშვიდობებით 4 შაბათს, ჩვენ კვლავ შეხვდებით ერთმანეთს 22 საათზე და 30 წუთზე.